ყველამ ვიცით, რომ უპრობლემო და უტრამბო ადამიანი არ არსებობს. მაგრამ საქმე ის არის, როგორ შეიძლება საკუთარ თავს შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ფსიქიკის ქონაში. ბიბლიაში კარგად არის ახსნილი, თუ რამდენად არასაჭიროა და არასასურველი, რომ ერთი დინებიდან ცხელი და ცივი წყალი მოედინებოდეს. ფაქტობრივად ესე არ ხდება. თუ კი გვინდა თავს გრძნობდეთ მენტალურად ჯანმრთელად, ჯერ უნდა დავაცარიელოთ ჩვენი ჭურჭელი უარყოფითისგან, რომ იყოს ადგილი დადებითისთვის. მე ხლა გასწავლით პატარა ტექნიკას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უარყოფითი შეგრძნებებისგან გამთავისუფლდეთ და შემდეგ დავიმუხტოთ სწორად დადებითით. ეს ტექნიკა ყველა შეუძლია გააკეთოს სახში. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ თუ კი რეალურად გსურს რაიმე ცვლილება, ამას ბოლომდე გააკეთებ. თუ კი არ გსურს, შეწყვეტ. უბრალოდ მთავარია არავის არაფერი არ დავაბრალოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ ბოლომდე ჩვენი პასუხისმგებლობები. რთულ და მარტივ რაღაცეებშიც. ზოგჯერ ადამიანის გულში გროვდება წყენა, ბრაზი, შიში, ტკივილი, რომლებიც ნელა-ნელა ესე ამძიმებენ გონებას და ემოციურ მდგომარეობას. როცა ეს ემოციები დიდხანს რჩება შიგნით, ისინი ხშირად იწვევს დაძაბულობას, გულის ტკივილს ან დეპრესიულ განწყობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო გზა, რომ ეს ემოციები გარეთ გამოუშვას და საკუთარ თავში გულწრფელად ჩაიხედოს. ერთ-ერთი მარტივი და ეფექტური ესეთი თერაპიული პრაქტიკა არის ემოციების გამოხატვის ვიდეო, დღიურებისა და წერის მეთოდი. სხვათა შორის ვიდეო დღიურის ძალიან კარგი მაგალითი არის ერთი ქართული მინისერიალი. იდეალური დედა, ვისაც ნარახი გაქვთ, მიხვდებით ადრე საუბრობ. ვისაც ნარახი არ გაქვთ, შეგიძლიათ ნახოთ და დაახლოებით მიხვდები რა პრინციპით ხდება ამ ვიდეო დღიურების ჩაწერა. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ვიდეო დღიური მაგალითად, რომ დროდადრო ჩავრთოთ კამერა და ისე მოუყვეთ საკუთარ თავს ყველაფერი, რასაც გრძნობთ. თითქოს ესეთ გულწრფელ საუბარში ხართ საკუთარ თავთან, არ იცადოთ იდეალურად საუბარს, უბრალოდ თქვით ის, რასაც რეალურად ფიქრობთ და რაც რეალურად მოდის გულიდან. შეგიძლიათ ეს ვიდეოები შეინახოთ ან გარკვეული დროის შემდეგ წაშალოთ. ან გქონდეთ შენახული ვიდეოები და შემდეგ რაღაცა პერიოდი გავიდეს და როცა იგრძნობთ უკეთესობას თქვენ მენტალურ ჯანმრთელობაში, შემდეგ შეადაროთ მაშინდელი მდგომარეობა და თქვენი მდგომარეობა ერთმანეთს. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რამდენად დიდი განსხვავება არის დღეებსა და კვირებს შორის. მთავარი მიზანი არის არაჩანაწერის შენახვა, არამედ ემოციის უსაფრთხოდ გამოშვება. ამიტომ ეს რა თქმა უნდა მარტო უნდა გავაკეთოთ უსაფრთხო სივრცეში, ხო? მეორე ძალიან ძლიერი ტექნიკა არის და უფრო ამის გამო ჩავწერე ეს ვიდეო, ეს არის თერაპიული წერითი მეთოდი. ყოველ დღე ავიღოთ ერთ და იგივე ფურცელი და დაწერეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც იმ დღეს გაგვახსენდება. წყენა, ბრაზი, შიში, სინანული ან ტკივილი, ხო? წერეთ ისე, თითქოს არავინ არ წაიკითხავს ამას და ასეც იქნება. არ გააკონტროლოთ ტექსტი და არ შეამოწმოთ სწორად წერთ თუ არ წერთ. მთავარი არის გულწრფელობა. წერის დაწყება შეგიძლიათ ორი მარტივი წინადადებით. თუ საკუთარ თავთან მუშაობს და შეგიძლიათ დაიწყოთ ასე, რომ მე ჩემ თავს პატიობ, რომ მაგალითად, რომ ვარ ბრაზიანი. მე ჩემ თავს პატიობ, რომ მარტივად მწყლის რაღაცეები, მე ჩემ თავს პატიობ, რომ ზარმაცი ვარ და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი რაღაც დაწერა შეიძლება, რაც საკუთარ თავზე მინუსები იცით ან საწყენი, ხო? შეცდომები სინანული შიში ან ბრაზი საკუთარ თავზე. თუ ვინმეზე ხართ ნაწყენი ან გაბრაზებული და დაიწყეთ ასე წერა. მე იმ ადამიანის სახელი, შენ გპატიობ, რომ და შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოწერეთ. გულწრფელად, რა გაწყენიათ, რა დაგიტოვათ, ტკივილი ან რის გამო ხართ გაბრაზებული. როდესაც წერას დაასწრახიათ და შემდეგ დაწვით. ეს ქმედებაც სიმბოლურია, ამიტომ ნიშნავს იმ ემოციისგან გათავისუფლებას, რომელიც მანამდე თქვენში იყო დაბუდებული, ჩასახვიდან დღემდე. იმიტომ რომ ჩვენ ცნობიერს თუ კი რაღაცები არ ახსოვს, სამაგიეროდ ჩვენი ქვეცნობიერი ნახავს აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რაც კი ჩასახვიდან დღემდე ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. ამ ტექნიკით, რომელზეც მოგიყევით, ჩათვალეთ, რომ თითქოს შინაგანად ეუბნებით საკუთარ თავს, რომ ეგ ტკივილი აღარ გჭირდებათ და მზადა ხართ გაუშვათ და უშვათ კიდევაც. ეს პრაქტიკა გააკეთეთ ყოველდღე, კარგი იქნება თუ გააკეთებთ 40 დღის განმავლობაში, 40 დღე. ეს რო საკმარისი არის იმისთვის, რომ ადამიანს ჩვევაში გადაუვიდეს ემოციური გათავისუფლების პროცესი და ნელ-ნელა ზედაპირზე ამოვიდეს ძველი ის ანუ განცდებიც, რომლებიც ადრე შესაძლოა საერთოდ არ გვახსოვდა. ხშირად ხდება ისე, რომ წერის პროცესში ახალი ემოციების გვახსენდება და სწორედ ამ გზით იწყება მათი დამუშავება და გათავისუფლება. ხო, ამ პრაქტიკის მიზანი ის არის, რომ შეგნით დაგროვილი ნეგატიური ემოციები ნელ-ნელა დაიცალოს, რადგან როდესაც გული და გონება არის სავსე წყენის და ტკივილით, იქ აღარ რჩება იმისთვის ადგილი, რომ იყოს სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული, ხო? სწორედ ამიტომ დავიწყე თავიდანვე, რომ ცივი და ცხელი წყალი ერთად არ მოედინება. როდესაც ეს ემოციები გარეთ გამოდის, ადამიანის შინაგან სივრცეში ბუნებრივად ჩნდება მეტი სიმშვიდე და სინათლე.
სასარგებლოა თუ ამ პროცესის პარალელურად მოვუსმენთ ფსიქოლოგიურ პოდკასტებს, ლექციებს ან ვიდეოებს ადამიანურ ურთიერთობებზე, ემოციებზე, ქვეცნობიერზე და თერაპიულ მეთოდებზე. ახალი ცოდნა პარალელურად დაგვეხმარება ეს ვიდეოების მოსმენა იმაში, რომ ძველი მტკივნეული გამოცდილება ნელა-ნელა ჩავანაცვლოთ უფრო ჯანსაღი ხედვით და გაგებით, ხო? თუ ამ პროცესს მოთმინებით და გულწრფელად მივყვებით, ხშირად ხდება ძლიერი ნაბიჯი შინაგანი გათავისუფლების, პატიების, ემოციური სიმშვიდის მიმართულებით. შეამჩნევთ თქვენ თავში ძალიან დიდ განსხვავებას. დაინახავთ, რომ თქვენ კავშირი გაქვთ თქვენ ქვეცნობიერთან და უკვე ხვდებით სხვა სიგნალები თქვენ სხეულში და თქვენ გონებაში, რატო ამოტივტივდება, რას განიშნებთ საკუთარი სხეული. სიზმრების სახით უნდა სიზმრებზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს აუცილებლად. აი ასეთი პატარ-პატარა ყოველდღიური ნაბიჯებით იწყებს ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე დიდ შინაგან ცვლილებებს. იდეაში ფსიქოთერაპია და თერაპია წარმოგვიდგენია რაღაცა ძალიან რთულ პროცესად, როცა რაღაც ქირურგიული ჩარევა ხდება თითქოს საკუთარ გონებაში. არა და ფსიქოთერაპიაში კი არსებობს გააჩნია რა პრობლემასთან გვაქვს და რა მხელა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მაგრამ როგორც წესი ეს ხდება უმტკივნეულოდ, სასიამოვნოდ და ის ტკივილიც მადლიერების მომტანია და დისკომფორტის შეგრძნება, თუ კი რამე ფსიქოთერაპიის დროს არის ხოლმე. იმიტომ რომ ფსიქოთერაპია არის სწორი კითხვების დასმის ხელოვნება. ფსიქოთერაპევტმა იცის როგორ დაგისვათ თქვენ სწორი კითხვები ისე, რომ თქვენი ქვეცნობიერიდან ამოტივტივდეს საჭირო ინფორმაცია და თქვენვე გეხმარებათ, რომ მიგიყვანოთ პასუხამდე. ის ტექნიკები, რომელსაც მე გასწავლით, მარტივი არის სახში მარტო გასაკეთებლადაც, არის ძალიან ეფექტური. ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და სხვათა შორის ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც შეიძლება იყოს ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენი სხეული ხშირად ფსიქოსომატურ ტკივილებს განიცდის და არა ფიზიკურისგან გამოწვეულს. აქედან გამომდინარე, ჯანსაღი ფსიქიკა ნიშნავს ჯანსაღ სხეულს. ძალიან ვერ ვილაპარაკე როგორც ყოველთვის, მაგრამ ისეთ თემებს ვეხებია, რომლებსაც მარტივად ორი სიტყვით ვერ ახსნი და არც ექნება შედეგი. ვინც ბოლომდე მიყურებთ ხოლმე, მადლობა ძალიან დიდი, რომ აფასებთ შრომას და გისურვებთ წარმატებებს. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ ღრმა და სიკეთის მომტანი ტექნიკა არის. სიზმრებზე შემდეგ ჩაგიწერთ ვიდეოს, ძალიან საინტერესო თემა არის.